კლასიკური მუსიკის ფესტივალი ბათუმში წლევანდელ ღამის სერენადებს ბათუმის ახლად გახსნილი ხელოვნების ცენტრი და გონიოს ციხე უმასპინძლებს. ლიანა ისაკაძის დაბადებიდან 65 წლის საიუბილეო ფესტივალის ზღვისპირა ქალაქში ბათუმში ახალი ორკესტრის პირობითად Facebook-ის ვირტუოზების პრემიერა შედგება. კლასიკური მუსიკის დღესასწაული უკვე მესამედ 25 აგვისტოს გაიხსნება და 29 აგვისტომდე გაგრძელდება ფესტივალი, რომელიც სათავეს 1982 წლიდან აფხაზეთში იწყებს. პრეზიდენტის პატრონაჟით და საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ლოცვა კურთხევით ხანძრივი პაუზის შემდეგ 3 წლის წინააღმდეგ და წელს ქართველი და აფხაზი ხალხის მეგობრობას ეძღვნება. ასე დაემთხვა, რომ აი სწორედ ესეთი შესანიშნავი იდეა გამოვიდა ჩემს იუბილეზე, რაც კიდე ნიშნავს, რომ მე გავნაზობ ცხოვრების სიხარულით აღქმას. ყველას შეუძლია რომ ჩამოვიდეს და ამ ფესტივალზე რომ ის შექმენი შეუძლია რომ აჩვენოს თავის ხელოვნება, ეს იქნება მუსიკა თუ ეს იქნება ხატვა თუ ეს იქნება ფილოსოფოსი, ნებისმიერ ვისაც კი რაღაც შეუძლია ჩამოვიდეს და გაგვეცნოს. ჩვენ გვინდა ჩვენი ხმა მუსიკის საშუალებით, კულტურის საშუალებით მივაწოდოთ ჩვენ იმ თანამემამულეებს, რომლებიც აფხაზეთში დღეს ცხოვრობენ და მოკლებულები არიან ამ დიდ კულტურულ ზეიმს. ჩვენ ერთად უნდა აღვადგინოთ ეს ტრადიცია, ერთად შევემუშაოთ ის ქმედითი ნაბიჯები, რომლებიც ხელს შეუწყობს გაერთიანებული საქართველოს ერთიან მშენებლობას.